ისიც კი გაბედეს, რომ მთავრობა გამოვიდა დებატებში. მე სხვათა შორის ჩემი მთავარი კითხვა მაგაში მდგომარეობდა, რომ კაი რამე წესიერი ინიციატივები რო ქონოდა და დებატები გაეხსნათ, კიდე გავიგებდი გესმის? მაგრამ თან ეს თემები რო გამოიტანეს წინა პლანზე, რაც გამოიტანეს, მაგალითად აი იმ დღეს როცა დებატები დაანონსეს, პარალელურად ფასები დაანონსეს, გესმის? აი მაგაში ავწდი რა, რომ აი ვერაფრით ვერ მივხვდი, რომ აი თუ შენ თავის მოკლის თემა გამოგაქვს და თან დებატებს აანონსებ. ეს რანაირად არის შეთავსებადი მეთქი, მაგრამ ნუ ალბათ იმით რომ აი ბევრი ვართ, ჩვენი ტელევიზიაა, გავბლარავთ, იქ რაღაცა ტროლები შემოვლენ და რაღაცას იბოდებენ. ან თუ ამ დებატებს მოჩვენებითად მაინც არ აქვს ის შინაარსი, რომ ამ დებატებში რაც გაირკვევა, იმას ვიზამთ. მაშინ, ანუ თუ აკეთებ რაღაც თუ გააკეთებ პოსტფაქტუმ დებატები, უბრალოდ რამე ზიანი მიიღე და მაგ ზიანის შემცირება გინდა რომ დაარწმუნო ხალხი, თუ აი რა შინაარსია. კი ბატონო, აი მოდი. მაგრამ ამის მიუხედავად კიდე გააგრძელეთ, არ არის პრობლემა. არ გაჩერეთ. არავინ არ გაჩერეთ, არც ოპოზიცია, არც მთავრობა, რაც მეტი მით უკეთესი.